ახლა ვიმყოფებით გორის რაიონის სოფელი ამჟამად ბეთლემი, მაგრამ როდესაც ჩამოვიდნენ სოფელს უწოდეს ახალხიზა. ეს ნიშნავდა როგორც ახალი ხიზანი სამცხე-ჯავახეთიდან, კერძოდ ხიზაბავრიდან ჩამოვიდნენ და როგორც ახალი ხიზაბავრა. ეგეთი სახელწოდება უწოდეს, რომ არ უნდა დაკარგულიყო თავიანთი სახელი. გორის მუნიციპალიტეტში, ქართლში, ქართველი კათოლიკეები მესხეთიდან საუკუნის წინ 1907 წელს ჩამოსახლდნენ. თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს სოფელში მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. საქართველოში მათ ადრე ფრანგებს უწოდებდნენ. საქართველოში ჩამოსული პირველი ფრანგი მისიონერის გამო. ქართლში კი ქართველმა კათოლიკეებმა განსხვავებული რელიგიური ტრადიციები ჩაიტანეს. აქ გვაქვს ცოტა სხვანაირი განსხვავებული ქადები. ფრანგულ ქადებს ეძახიან, აქ იმიტომ რომ ფრანგებს გვეძახდნენ თავიდანვე და ეს ყველა ოჯახში უნდა გამოცხეს, არ არსებობდა აღდგომა რომ ეს ფრანგული ქადები არ გამომცხვარიყო. კათოლიკობა მაშინ საფრანგეთთან ასოცირდებოდა და უბრალოდ მაგიტო ეძახდნენ ფრანგებს, თორე სხვა რა გვაქვს ჩვენ საერთო საფრანგეთთან არაფერი. ნეტა კონდეს, მაგრამ ევროპა ამათვის ეს საფრანგეთი ეს იყო მაშინ. მრევლი საკმაოდ უკვე ძალიან ცოტა შემორჩა. და არის რამდენიმე კი არის ცოტა ხანში შესული, ვისთანაც მამაო მიდის ხოლმე და პერიოდულად მიაქვს ხოლმე ზიარება. სოფელ ახალხიზასთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წელს მიიღო. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზე აღნიშნული, დასახლება ბეთლემის სახელწოდებით ბოლოს დაახლოებით 1 საუკუნის წინანდელ ჩანაწერებში გვხვდება. ბეთლემში ამჟამად 130-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეთა რაოდენობა დაახლოებით 400-ია. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზღვის დონიდან 630 მეტრზეა გაშენებული. ქართლში გადმოსახლებული კათოლიკეების შთამომავლები ამბობენ, რომ მიწა, რომელზეც აქ დასახლდნენ, შალიკაშვილებს ეკუთვნოდათ და ბანკში იყო დაგირავებული. ეს მიწა პადრე დომენიკე მუღაშაშვილმა გამოისყიდა და სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა სოფელი ახალხიზა, რომელსაც ახლა სოფელი ბეთლემი ეწოდება. აქ ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის წევრები მართლმადიდებლებიც არიან და კათოლიკეებიც. და წელს რადგან კათოლიკური და მართლმადიდებლური დღესასწაულის თარიღები ემთხვევა, აღდგომასაც განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ. მე მაქვს შერეული ოჯახი, ჩემი მეუღლე მართლმადიდებელია, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ნამდვილად. მე ვზეიმობ როგორც ეხლა წელს ერთად ემთხვევა ორივე აღდგომა და რა თქმა უნდა სასიხარულოა ეხლა ეს პირადად ჩემთვის, რომ ერთდროულად ვზეიმობთ, მაგრამ ესეც არ არის ხოლმე ჩვენთვის პრობლემა. აი დაუშვათ მე როცა თქვათ აქ ეკლესიური რამე რელიგიური დღესასწაული არის, ჩვეულებრივად მიმზადებს რძალიც, შვილიშვილიც, საჭმელს, ნუ და საკვებ რაც აგვაქვს, რაც გჭირდება და მოაქვთ ბევრჯერ თავისი ხელით. არანაირი პრობლემა არ არის მაგ მხრივ. სოფელ ბეთლემში მოსახლეობა ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ახალ კათოლიკურ ეკლესიას ახლა აწყობენ. ძველი სალოცავი, რომელიც მესხეთიდან ჩამოსულმა ხიზაბავრელებმა ააშენეს, საბჭოთა კავშირის დროს განადგურდა. სწორედ ახალ ეკლესიაში შეიკრიბებიან ქართველი კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად. აღდგომის წირვის შემდგომ ყველა ერთად ვიკრიბებით სააღდგომო ტრაპეზზე. ოჯახებში ვამზადებთ სააღდგომო სუფრას, ვღებავთ ტრადიციულად კვერცხებს, პასკა, მოგვაქვს აქ და ერთად აღნიშნავთ ამ აღდგომის სიხარულს. სოფელი დიდია და ერთიანი. ახლა ბეთლემს აღდგომის სიხარულიც აერთიანებს. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.